ხოლო ჟენევაში საქართველოს საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყება საქართველოს ინტერესებს ჟენევაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და ეგრეთ წოდებული სამხრეთოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოვი დაიცავენ. ჟენევის კონფერენციაში სეპარატისტი ლიდერები დამოუკიდებელი სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ქართულმა დელეგაციამ სეპარატისტების მონაწილეობისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. არ უნდა ილაპარაკონ მათმა წარმომადგენლებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან, მათი სტატუსი იგივე რაც საქართველოს დელეგაციის სტატუსი, ეს არ არის სწორი მარტივ მიზეზის გამო. არც სოხუმის ხელისუფლება, არც ცხინვალის ხელისუფლება, არც არ დე-ფაქტო ხელისუფლება იგისმოთ, არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს. რაც თქმა უნდა, მათ გაეგზავნათ მოწვევები, რომ დაესწრონ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ გაეგზავნათ როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების სრულფასოვან დელეგაციას. საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოიყენოს ყველა ფორმატი, სადაც იქნება ჩართული რუსეთის ფედერაცია, როგორც მონაწილე მხარე, რადგან მოგწონს არ მოგწონს რეალურად სიტუაციას ამ ადგილებზე ფლობს, როგორც საოკუპაციო ხელისუფლება, სწორედ რუსეთის ფედერაცია და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა ასეთი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენ მეგობარი ახალგაზრდა სახელმწიფოების ზეგავლენა, ზეწოლა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქართველებისათვის რომლებიც სახლობენ სეპარატისტულ რეგიონებში და ყოველდღიური უსაფრთხოების პრობლემები გამენერად მათ მდგომარეობა შეავსებთ. ევროკავშირის მისია ადასტურებს, რომ საჩხერის რაიონის სოფელ წერევის საგუშაგო კვლავის მეხანხედროებმა დაიკავეს, მას შემდეგ მოხდა მისიაში თერთმეტ გამართულ რუსეთ ევროკავშირის სამისია ევროკავშირმა დააფიქსირა პოზიცია, რომ პეროში შექმნილი ვითარება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას უკავშირდება. მისიის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის სამხედროების მიერ პოზიციების დაკავებამ დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავა, რის გამოც მოსახლეობის იქნებმა საფრთხე დატოვა. ევროკავშირი კვლავ ცხადებს, რომ პერევის საგუშაგო და თავად სოფელი პერევი სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ მდებარეობს და ტერიტორია უნდა დატოვონ როგორც რუსულმა, ისე ოსმალმა შენაერთებმა. ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია იმედოვნებს, რომ რუსეთის სამხედროების დაბრუნება სოფელში ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას. გალიცა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი ოკუპანტები გალის რაიონის ფოთაზონის სოფლების მოსახლეობას ეძინის მიმართულებით გადაადგილებისას პასპორტებს უმოწმებენ და უსულოს აღწევინებენ. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედია ცენტრს გალის რაიონიდან აცნობებს. გავრცელებული ინფორმაციით რუსული სამხედრო ნაწილები გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიასა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ოვსანკიას დამაკავშირებელ ციხე-რემონტებად, რომელიც საფეთქების შედეგად ჩანგრეულია. შეკეთების შემდეგ ციხე რუსის სამხედროების განთავსება იქ მიმარებლების გადაადგილებას გააკონტროლებენ და შესაბამის გადასახადს აკრეფენ. ლეიბორისტული პარტია რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს, როგორც ჩამონათელმა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური სამდინოს დახურვის ხმის შემდეგ განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სავაჭრო, ეკონომიკური და უვიზო მიმოწვის აღსაძღვრიდან ლეიბორისტები რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან დაუყოვნებლივ დიალოგს იწყებენ. ჩამონათელაში ხარდაუპრეზენტებია, რომ პოლიტიკოსთან ექნება შეხვედრა და დიალოგი. ლეიბორისტების ლიდერის პრეზიდენტი სააკაშვილი და ხელისუფლება დიპლომატიის დეფიციტს განიცდიან. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესსა დასაწყება საქართველოს დაშლის მიმდინარე ტენდენციის სასწრაფოდ შესაჩერებლად დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ წრეებთან. რა დროსაც ამავე ფორმატში ასევე განხილვის მთავარი თემა იქნება რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური, სავაჭრო ბიზნეს ურთიერთობათა სრული აღდგენა, ადამიანთა თავისუფალი უვიზო მიმოწვის გარანტია. ჩვენ თუ არ დავიწყეთ ეს დღეს, თვალ იქნება ისე გვიან, რომ ამ ღონისძიებებს არანაირი აზრი უკვე საერთოდ აღარ იქნება. როგორც ხედავს, საქართველოს ხელისუფლება არის უმედუუნარო საერთაშორისო მოლაპარაკებებში, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ისევე როგორც დანარჩენმა მსოფლიოს იმის საუბარზე, რომ გასაღები ფორმულა ამოცანა საქართველოს მთლიანობის აღდგენის და ბევრწილად მისი გადარჩენის ინახება, იმალება ან გატაცებულია რუსეთში.
გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოების წინაშე დეკემბერში ახალი შემადგენლობით წარსდგება. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალ ოპოზიციურ ერთობაში გაწევრიანება ყველა იმ პარტიას შეიძლება, რომელსაც ქვეყანაში არსებული რეჟიმი შეცვლოს. მათი თქმით, ერთობის მიზანი ხელისუფლების გადაყენება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა იქნება. ახალი გაერთიანების ინიციატორები არც ხელისუფლებიდან წასულ პოლიტიკოსებთან ალიანსს გამორიცხავენ. ეს პოლიტიკური ძალისხმევა განმსხვავებული იქნება, თუ კი მოხდება ამ დიდი ერთობის ერთიანი საპროტესტო სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა, სადაც იქნება პოლიტიკური ძალების სამსვლელი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ინდივიდუალური პირების საზოგადოების სარგებლობს. განმსხვავებული იქნება ჩვენთვის ამ სუბიექტების ვინაობა და მათ შორის ისიც რა პოზიცია ექნება მათ და რა სტრატეგია იქნება. ამის მერე რა თქმა უნდა ჩვენ ყველა პირად და პოლიტიკურ ამბიციას გადავდეთ გვერდზე იმისთვის რომ ქვეყანა გადარჩეს და ყველანი გამოვიდეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ. კრიმინალური პროცესების შესრულების მეთოდებია აღშფოთება ყველა სააკაცის წინააღმდეგ. ყველა მინუს ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს არ დავიწყებთ ძალისხმევა იმისთვის, რომ შედიოდა ხუთი გაერთიანება ამ ეტაპებში თავარი მიზნის მიღება. ამის შემდგომ არის არჩევნები, საპრეზიდენტო ასევე საპარლამენტო. დეკემბერში დაგეგმილი ახალ ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებენ, თუმცა ახალი გაერთიანების ორგანიზატორების მოთხოვნებს უერთდებიან ლეიბორისტები. შალვა-ნანჩევაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლების შეცვლის მიზნით ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლობენ. პარტია ითანამშრომლობს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, იმისათვის რომ მოვიცინოთ ეს ხელისუფლება სააკაცური გადადგეს თავისი თანამდებობიდან, რომელიც ძალადობით მოიპოვა. გაერთიანებას ბლოკს ლეიბორისტული პარტია არ აპირებს, არასდროს არ ჰქონია ჩვენი პარტიული ბიოგრაფიის მანძილზე ამგვარი ცდილობები.